მოგესალმებით, ეხლა გავაკეთებ თქვენ საჯარო გაშლა შეკითხვაზე თქვენი კარიერული და ფინანსური მდგომარეობა შემდგომი 2 თვის განმავლობაში როგორ განვითარდება, თქვენი კარიერა, თქვენი ფინანსები უახლოესი 2 თვის განმავლობაში. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აი გამოვეკენოთ. პირველი ვარიანტისთვის ჩანს ხო? კი, მშვენივრად ჩანს. და მეორე ვარიანტისთვის. აი ეს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დავიწყოთ, პირველი მით შევიფიქრეთ. აბა. მშვენიერი არკანია, ძალიან მომწონს. მაგრამ მოდი აბა ვიკითხოთ უფრო კონკრეტულად რა მიმართულებაში სწავლა ეს ენერგია. მე მგონია რომ თქვენს კარიერაში, თქვენს საქმეში და ფინანსებში იცით რა არის, მოდი პირდაპირ გეტყვით. აი უშუალოდ ფინანსური რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი სიახლე ახლა რო გითხრათ რომ რაღაც ლოტარიაში მოიგებთ თქო და რაღაც ძალიან დიდი ბონუსი დაგერიცხებათ, ეგრე ნამდვილად ვერ დაგპირდებით, არ მოგატყუებთ, მაგრამ მე ხა აქ რა მომწონს, იცით რომ თითქოს თქვენ გეძლევათ ძალა, ენერგია თითქოს სიტუაციები ისე გადათამაშდება თქვენ ცხოვრებაში, რომ თქვენ მოახერხებთ იმას, რომ თქვენი ცოდნა თქვენს საქმეში თუ აი რამე მიზანი თუ გქონდათ, მაგალითად რაიმე ახლის წამოწყება, რაღაც ახალი ბიზნესი, დამატებითი შემოსავლის გაჩენა თუ აი რაღაცა მოკლედ, რაც თქვენს თავში ტრიალებდა, ის რა იდეაც გაგაჩნდათ, აი რაღაცა ლიდერობასთან დაკავშირებით, პასუხისგებლობით თქვენ თავზე აღება თუ გინდათ რაიმე საკითხში, იდეალური პერიოდი იქნება იმისთვის, რომ გადადგათ მტკიცე ნაბიჯები, იმიტომ რომ მე მგონია, რომ თქვენ რაღაცა იდეა გქონდათ წარსულში, რომ გინდოდათ გაგეკეთებინათ, რაც თქვენს ფინანსებს და კარიერას წაადგებოდა. მაგრამ რაღაცა შეგრძნება გაქვთ ისეთი, რომ თითქოს ხელი ჩაიქნეთ, თითქოს წარსულში დატოვეთ და აი ახლა არის ძალიან საინტერესო და ძალიან კაი პერიოდი იმისთვის, რომ აი ეს საქმე წამოატივტივოთ ისევ ხელახლა, წინა პლანზე წამოწიოთ და განახორციელოთ, იმიტომ რომ სამყარო გეუბნებათ, რომ იმანიფესტირეთ. აი მანიფესტაცია მოახდინეთ ამის თქვენს ოცნებებში, თქვენს ფიქრებში, აი ეს საკითხი წინა პლანზე წამოწიეთ და სამყაროში გააჟღერეთ ეს აზრი, რომ აი ეს რაც დაისახეთ, ეს გამოგივიდეს და ეს საქმე სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ფინანსურადაც საინტერესო იქნება თქვენთვის უბრალოდ ეს არის აი ესეთი ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესი. ამ საქმეში მე ვხედავ იმას, რომ გექნებათ ფინანსური გამართლება, მაგრამ ეს 2 დღეში არ მოვა. შეიძლება ეს იყოს 1 თვის, 2 თვის, რაღაცა 1 წლის მერე, მაგრამ მაინც გამოიღებს ძალიან კარგ შედეგს და აი იცით როგორი ვარიანტია, რომ აი ხვალინდელი ქათამი რო გირჩევნიათ ძღევანდელ კვერცხს, აი აქ ესეთი ხალხი მიყურებთ, მომთმენები, მაგრამ ძალიან მიზანსწრაფულები. გვიან, მაგრამ ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს ეს საქმე, რომ გააგრძელეთ, ამაზე იფიქრეთ, ამაზე იმანიფესტირეთ, ასევე აქ ძალიან დაგეხმარებათ უშუალოდ თქვენი ცოდნის და გამოცდილების გამოყენება და კომუნიკაციები. სწორ ადამიანებთან კომუნიკაციები დაგეხმარებათ ამ საქმის ასე ვთქვათ, წარმატებით დასრულებაში. პირველ ვარიანტს ეხება ეს და გელოდებით ლაიქებშიც, კომენტარებში, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვინც ახლები მიყურებთ, ან ვისაც ჯერ არ გამოგიწერეთ, უფრო ხშირად შეგხვდეთ ხოლმე ჩემი ვიდეოები. ეხლა დაგემშვიდობებით, დროებით გადავდივარ ახლა მეორე ვარიანტზე, ვინც შეიფიქრეთ, ეს ლამოდი. თქვენთან როგორი კარგი ვარიანტებია. რა ყოჩაღები ხართ. რა ხდება ახლა თქვენთან, თქვენს კარიერაში და თქვენს ფინანსებში და სიახლეები. აი რაღაც ძალიან დიდი ოპტიმიზმით და შემართებით ხედავთ, გახართ. მოდი ახლა ჩავიძიოთ. უფრო დეტალურად. განახლებულ ენერგიებს ხედავ ახლა აქ. კი ბატონო.
ეხლა ხო ეს ძალიან უცნაური პასუხია, მაგრამ ნუ როგორც არის, ეგრე გავაჟღერე პირდაპირ და თქვენ მიხვდებით. მე მგონი რომ თქვენი პირადი სასიყვარულო ცხოვრება ძალიან მოქმედებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც და ტარო იძახის ესეთ რაღაცას, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება პარტნიორი უახლოეს პერიოდში, რომელიც საგრძნობლად მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ფინანსურ და კარიერულ საკითხებში, სხვათა შორის აუცილებლად უნდა თქვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ასეთ რამეს, რომ თქვენი პარტნიორი შეიძლება იქცეს თქვენს ფინანსურ მხარდამჭერადაც, ну შეიძლება რაღაცა თანხა გჭირდებოდეთ საქმის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად თუ გასავითარებლად და მან გასესხოთ ფული, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ რაღაცა რაღაცა დაგეგმარებას, მენეჯმენტს, თქვენ თვითონვე რომ რაღაცა თქვენი გინდათ რომ წამოიწყოთ, რაღაცა ესეთი ამბავია და მე ვფიქრობ თქვენი პარტნიორი ან ნუ ეხლა თუ პარტნიორი არ გყავთ, ძმა, მამა, მეგობარი, მამაკაცი, მოკლედ ვიღაცა კაცია, რომელიც ძალიან გეხმარებათ ამ თქვენს კარიერაში, საქმეში და წამოწყებაში, მაგრამ უმრავლეს თქვენგანისთვის ეს არის ეს იქნება სასიყვარულო პარტნიორი. კი, იმიტომ რომ ეს ადამიანი აფასებს თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, თქვენს სოციალურ სტატუსს, რომელიც თქვენს კარიერას მოაქვს და ასე შემდეგ. აი რაღაცა ძალიან მაინც მომინდა რომ ვიკითხავ, ვისაც პარტნიორი გყავს, თქვენი პარტნიორის ასე ვთქვათ გავლენა თქვენს კარიერაზე როგორ იქნება. მაინც კი, მეგობრებო, იცი, ჯერ ერთი თვითონაც ძალიან განათლებული, ну, ბრძენი ადამიანია შინაგანად და შეიძლება კარგად განათლებულიც და მგონია რომ კი, რატომაც არა, უმრავლესი თქვენგანისთვის იქნება ესე, რომ ну, ეხლა რამდენიც შეიძლება და როგორც შეიძლება, ну, რაღაცა მხარში დაგიდგებათ. მაგრამ არ არის აუცილებელი ყველასთან სასიყვარულო პარტნიორი იყოს, შეიძლება ეს თქვენი ოჯახის წევრი მამაკაცი იყოს, ან მეგობარი. ეს ძალიან ენდობით. ეს იყო ჩემო ყოჩაღებო. საჯარო გაშლაში თქვენს ფინანსებსაც შეეხებოდა. რაღაცა ეს ორივე ვარიანტში ჩანდა, რომ აი რაღაცის წამოწყებას აპირებთ და ძალიან მშვენიერია. ყოჩაღები ხართ და კარგები ხართ. წარმატებებს გისურვებთ. ეხლა დაგემშვიდობებით, ლაიქები, კომენტარები. ახალ მსმენელები ვიც მყავხართ. გამოიწერეთ ჩემი არხი. და დაგემშვიდობებით ახლა ბედნიერად